პრინციპში ალბათ საქართველოს მსგავსმა ქვეყნებმა, უკრაინამ, აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებმა ყველაზე კარგად იციან პუტინის ბუნება და მის ჩასვლას ადგილზე ალბათ არც არავინ ელოდა. მიუხედავად იმისა, რომ თამასა ძალიან მაღლა იყო აწეული. თქვენ თუ ელოდით და რა თქვა დღეს არ ჩასვლით იქ პუტინმა? მოგესალმებით, დიდი მადლობა მოწვევისთვის. პუტინი რო არ ჩავიდოდა, გასაგები იყო ყველასთვის. ეს რუსული დიპლომატია რეალურად გაგრძელება არის საბჭოთა დიპლომატიის ტაქტიკური თამაშების, სადაც ისინი ცდილობენ, რომ არაფრისგან შექმნან მათთვის სახარბიელო ან ხელსაყრელი სიტუაცია. თუმცა ამ შემთხვევაში ნელ-ნელა პუტინის ხელთ არსებული ასე ვთქვათ ბანკო ნელ-ნელა ცოტავდება, იმიტომ რომ უკვე ყველა რესურსი იმისა, რომ რაღაცა სწრაფი ცეცხლის შეწყვეტა იყოს მიღწეული ტრამპის ადმინისტრაციის ცდილების მიუხედავად ამოწურულია. ეს თურქეთში სტამბულში შეხვედრას თვითონ პუტინის შეთავაზება იყო და შემდეგ თვითონ დაიხია უკან. ბუნებრივია, ამიტომაც არის მთელი რუსული პროპაგანდა თუ შეხედავთ ახლა რუსულ მედიას შიდა მოხმარებაზე გათვლილს, გადართული არის იმაზე, რომ როგორმე ამ სიტუაციიდან გამოადნონ პუტინის გამარჯვება თითქოს მას მიყავს პროცესები. თუმცა რა თქმა უნდა, აქ არის მეორე კონკრეტული საკითხი, ის რაც ყველას ადარდებს, ეს არის რა მიმართულებით გაგრძელდება ახლა ეს ტრამპის განცხადებაც, რომ ტრამპი და პუტინის შეხვედრის გარეშე არ მოხდება ცეცხლის შეწყვეტა. ლოგიკური არის ვივარაუდოთ, რომ რაღაც ეტაპზე ალბათ ემისრების საშუალებით მხარეები ამ შეხვედრას შეათანხმონ. თავარი საკითხი არის აქ ისევ და ისევ, რომ ეს შეთანხმება არ მოხდეს უკრაინის ხარჯზე და ამ შემთხვევაში უკრაინა და უკრაინის ინტერესების ხარჯზე და ზელენსკი ძალიან სწორ დიპლომატიურ ნაბიჯებს დგამს, ჩემის აზრით, მას მიყავს ეს პროცესი და ეს შეთავაზებაც სწორედ ამის ნაწილი იყო. კარგი სანახავია ისიც, რომ ერდოღანი, რომელიც ასევე მნიშვნელოვანი პოლიტიკური ფიგურაა, ამ პროცესში, ასე ვთქვათ, ევროპელებთან ერთად უდგას ზელენსკის გვერდზე. მეორე დიდი კონტექსტიც არის გასათვალისწინებელი სხვა რაღაცებს ასაკეთებს ამერიკის ამჟამინდელი ადმინისტრაცია, იმიტომ რომ ყველასთვის ცხადია, რომ აქ რაიმე პროგრესი ამერიკის გარეშე მიუხედავად ევროპის მცდელობისა უახლოეს პერიოდში მაინც არ მოხდება. კი ბატონო, და აქ საგულისხმოა ერთი დეტალი, დღეს მას გაუსვა ხაზი ზელენსკიმ ერდოღანთან შეხვედრის დასრულების შემდგომ და ძალიან მკაფიოდ თქვა, ერდოღანი მხარს უჭერს უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას და ყირიმის მის ნაწილად ყოფნასო. შესაბამისად ეს არის ალბათ თავარი საკითხი, რის მიღწევასაც ეცდება ყოველ შემთხვევაში პუტინი ამ მოლაპარაკებებში, რაც იყო მისი მთავარი მოთხოვნა პირველი, რაც წამოაყენა, დაკანონება ოკუპირებული ტერიტორიების და ყირიმის აღიარება რუსეთის ტერიტორიად. ეს არის თუ არა გადამწყვეტი საკვანძო საკითხი ამ მოლაპარაკებებში და როგორ წარმოგიდგენიათ ამ საკითხის გადაჭრა? ხო, ჩემის აზრით ყირიმი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საკითხია, იმიტომ რომ ყირიმის არ დატოვება და არ შეგუება, არ აღიარება ანექსიისა სუვერენული ქვეყნის ტერიტორიის, აქ მარტო ოკუპირებაზე არ არის, ანექსია ფორმალურად მიიღება ეს ტერიტორია, ეს იქნება მნიშვნელოვანი წითელი ხაზი იმისა, თუ რა არ არის დასაშვები საერთაშორისო ურთიერთობებში ან ახალ ევროპულ ან მსოფლიო უსაფრთხოების წესრიგში. ზელენსკიმ ტაქტიკურად კაი ნაბიჯი გადადგა, როდესაც თურქეთში ელჩად დანიშნა უკრაინელი სამხედრო, რომელიც თქვენ იყო, რომელიც წარმოშობით ყირიმელი თათარი არის. შავი ზღვა რეალურად მართლაც მნიშვნელოვანი ეს არის გადაჭარბებული ხშირად ვიძახით, რომ შავი ზღვა ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი იქნება მომავალი ევროპული არქიტექტურისთვის და აქ ყირიმი გადამწყვეტ როლს თამაშობს, იმიტომ რომ ყირიმის ოკუპირების და ანექსირების შემდეგ ვნახეთ, რომ რუსეთს სანამ უკრაინის სამხედროები შეუზღუდავდნენ მათ მანევრირებას, ისინი იყენებდნენ ზოგადად შავ ზღვაზე კომერციული თუ სხვა ტიპის მიმოსვლის, საზღვაო მიმოსვლის ეფექტურად ჩასაკეთად 2014 წლიდან მოყოლებული. ამიტომაც ეს შავი ზღვის განზომილება როგორც თურქეთისთვის ეკონომიკურად, პოლიტიკურადაც ეს ხორბლის კრიზისი გახსოვთ. ყველაფერი ეს ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი არის.
და თურქეთის ჩართვა ამ კუთხით, როგორც ნატოს ერთ-ერთი ძლიერი სამხედრო კუთხით ერთ-ერთი უძლიერესი ევროპელი მოკავშირის, ასევე მნიშვნელოვანი ნაწილი იქნება ამ მოლაპარაკებებში. შესაძლებელი იყო ჩემის აზრით 2022 წლის რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ, რომ დასავლელ პარტნიორებს მიეცათ უკრაინის შესაძლებლობა, რომ ყირიმის სამხედრო კუთხით დაებრუნებინათ, სამწუხაროდ ეს არ მოხდა, გარკვეული ბრალი ამაში ამერიკის წინა ადმინისტრაციასაც მიუძღვით და ევროპელებსაც, მაგრამ დღეს გვაქვს ის, რაც გვაქვს და ჩემის აზრით ეს ყირიმის და ანექსირებული ტერიტორიების არ დატოვება, არ ლეგალიზება, ლეგიტიმირება რუსეთის შემადგენლობაში იქნება მნიშვნელოვანი წითელი ხაზი. და იყოს ეს. კი ბატონო, თქვენ თქვით, რომ პუტინი ახლა ცდილობს პრინციპში და არა მარტო თქვენ ამას ამბობთ, თემ მსოფლიო კუთხეში მიმწყდეულია და ცდილობს ამ კუთხიდან გამოძურეს რაღაცნაირად, იმიტომ რომ დასავლეთის ძალიან მკაფიო მხარდაჭერამ, ევროპის ძალიან მკაფიო მხარდაჭერამ ზელენსკის გვერდზე მდგარმა ლიდერებმა ძალიან ღიად თქვეს, რომ რუსეთი მიიღებს შესაბამის პასუხს, თუ ის არ დათანხმდება ცეცხლის შეწყვეტას. ახლა სტამბოლში ხომ ეს არის მთავარი საკითხი. ცეცხლი უნდა შეწყდეს, რომ დაიწყოს მოლაპარაკებები. რუსეთი ამას არ აკეთებს. თუ ის ამას არ გააკეთებს მომავალშიც, ანუ თუ ვერ შეთანხმდება რუსეთი ცეცხლის შეწყვეტაზე, რასეილით ამ შემთხვევაში იქნება თუ არა ნაბიჯები მკაცრი. თუ დასავლეთი მაინც დაიტოვებს მასთან დიალოგის რესურსს და რაღაცნაირად არ წავა ასე გამწვავებაზე. რუსეთი არ შეწყვეტს ცეცხლს, არ შეწყვეტს მანამ სანამ ამას არ აიძულებს დასავლეთი. ეს არის აქსიომა რუსეთის ქცევებისა, პუტინის პირობებშიც და ნებისმიერი სხვა ლიდერი, ვინც ამჟამინდელი რუსეთის ხელისუფლებაში მოვა მომავალშიც, ყოველთვის იქნება აგრესიული, იმიტომ რომ ის სისტემა აკეთებს ამ აგრესიის გენერირებას. შესაბამისად უნდა მოხდეს მისი იძულება. იძულების ორი გზა არის. ერთი სამხედრო მარცხი, სამხედრო შესაძლებლობებით ამისი ჩვენება ისე რომ სხვა ალტერნატივა თუნდაც იგივე პროპაგანდისტულად გამარჯვების ან გამარჯვების ილუზიის შექმნისა შეუძლებელი იყოს და მეორე ეკონომიკური კრახი. პუტინი არის ერთადერთი, ვისაც დღეს არ აწყობს ცეცხლის შეწყვეტა, იმიტომ რომ ის ავტომატურად კარგავს აი იმ პლატფორმას, რითიც დღეს ის მართავს ქვეყანას, აი საომარი ეკონომიკით, საომარი პოლიტიკით და თუნდაც საომარი დიპლომატიით ჩინეთთან ან სხვა ავტორიტარულ ქვეყნებთან თავისი ურთიერთობით. მთელი ეს სისტემა გამოემხობა. თუმცა ამ შემთხვევაში დასავლეთი და განსაკუთრებით ევროპა სერიოზულად უნდა მიუდგეს საკითხს და ის დაპირებები და ანუ პირობითობის დასმა რაღაც ეტაპზე უნდა დასრულდეს, იმიტომ რომ გასაგებია რომ პუტინი აღარ გააკეთებს, აღარ აქვს მას ამ მანევრების სივრცე რეალურად და ქმნის ილუზიას. აი ეს ხა რაღაცა მესამე ხარისხოვანი გუნდის გაგზავნაც ამ ილუზიის და დროის გაწევლის მცდელობა არის. თორე რეალურად ხა იგივე ეს რაც ახალმა გერმანიის კანცლერად თქვა, უნდა მისცენის შედევრები უკრაინას უკვე ამის შემდეგ მეტი რაღაცა ლიმიტი და ის რა ქვია სივრცის მიცემა რუსეთისთვის დამაზიანებელი იქნება დასავლეთისთვის. ასევე სანქციები ის რაც ამერიკელები დაუწესეს და ეხა ხდება ამისი კიდევ უფრო გამკაცრება, ევროპელებმაც ანალოგიურად უნდა გაამკაცონ, უნდა შეწყდეს ყველანაირი ეკონომიკური ტრანზაქცია, მათ შორის ენერგეტიკულ დარგში რუსეთთან და ეს არის ერთადერთი გზა რომ აიძულონ რუსეთი ცეცხლის შეწყვეტოს. სამშვიდობო მოლაპარაკებები ცალკე საკითხია, მაგრამ ცეცხლს არ შეწყვეტავს რუსეთი, სანამ არ აღმოჩნდება დამარცხების პირისპირ. ეს არის აქსიომა, ეს იყო ყოველთვის ესე იქცეოდა რუსეთი და ეხლაც მე მგონი უკვე ყველანაირი ლიმიტი ელასტიურობის და მოქნილობის დასავლეთის მხრიდან უკვე უნდა იყოს ამოწურული, იმიტომ რომ ყოველი შემდეგი დღე ძალიან ბევრი ადამიანის სიცოცხლე უჯდება უკრაინას. რუსეთს ეს სიცოცხლე არ ადარდებს და ეს არაერთხელ გამოჩნდა. შესაბამისად, მთავარი ამოცანა არის, რომ რუსეთი უნდა დამარცხდეს, რუსეთი უნდა აიძულონ დაждდეს მაგიდასთან. თავისი ნებით რუსეთი არ დაждდება, იმიტომ რომ ასე თავისი ნებით რომ მოვიდეს მაგიდასთან, ეს მის სტრატეგიულ ინტერესებში დღეს არ შედის. კი ბატონო, და აქვე უნდა ვიკითხო უსაფრთხოება, ევროპის უსაფრთხოებაზე, რაზეც პასუხისმგებლობის აღებას ამერიკის ბევრი ადმინისტრაცია სთხოვდა, პრინციპში ეს იქნებოდა პირდაპირ თუ ირიბად ევროპას, ყოველ შემთხვევაში იქნებოდა ეს ხარჯების გაზრდა ტრამპი თავის პირველი ადმინისტრაციის დროს უსაფრთხოებას ნატოს კვოტით თუ ასე შემდგომ, მაგრამ ეს რაღაცნაირად გამოფხიზლება მოახდინა
უკრაინის საკითხმა, როცა ძალიან რეალური გახდა საფრთხე, რომელიც შეიძლება დაემუქროს ნატოს წევრ ქვეყნებსაც. ევროპის უსაფრთხოების კონცეფციის რამე ახალ სტრატეგიას ვადევნებ თუ არა ჩვენ ახლა თვალყურს ერთგვარ ნატოს ალტერნატივას შესაძლოა არა ტოლობის ნიშნის დასმით, მაგრამ თუ ამერიკის შეერთებული შტატები გადაწყვეტს, რომ ნაკლები როლი იქონიოს ევროპის უსაფრთხოებაში ან გავიდეს საერთოდ ამ პროცესიდან, არა ნატოდან, მაგრამ პროცესიდან, აი ეს ერთგვარი სურველთა კოალიცია, რაზეც არის საუბარი, ლიდერები, რომლებიც ვნახეთ ჩვენ ზელენსკისთან ჩასული კიევში, მათ გვერდზე მდგარი იქნება ეს ბრიტანეთი, საფრანგეთი, გერმანია, პოლონეთი. აი ამას რამდენად სერიოზულ ალტერნატივად განიხილავთ თქვენ სურველთა კოალიციას, რომელიც ევროპის რეალური უსაფრთხოების ერთგვარ ახალ მცველად გვევლინება? ნატოს როლის მუდმივი ადაპტირება ახალ გარემოებებთან ეს ჩვეულებრივი პროცესი. ჩემი აზრით ნატოს როგორც ორგანიზაციის, უსაფრთხოების ორგანიზაციის წარმატებულობა ცივი ომის დროსაც და შემდგომაც დაფუძნებული იყო სწორედ მის უნარზე ამ ცვალებად ახალ უსაფრთხოების გარემოსთან ადაპტირების უნარისა. მიუხედავად მისი ბიუროკრატიული სიმძიმისა, რასაც მაგალითად ვერ ვიტყვით ევროკავშირზე, იმიტომ რომ ევროკავშირმა ბევრჯერ ცადა რაღაც სამხედრო კომპონენტის შექმნა, მაგრამ არ გამოსდიოდა. შესაბამისად ნატო დღეს იმეს მოწოს ეს არ მოწოს უალტერნატივური თავისი სამხედრო შესაძლებლობებით არ მარტო შესაძლებლობებზე კი არა უნარით რომ მრავალეროვნული სამხედრო მისიები შეასრულონ ნატოს ტერიტორიაზე თუ ნატოს ტერიტორიის გარეთ. ბუნებრივია ამ კუთრი წილი რომელი ქვეყნის რამდენი იქნება ამაზე ბევრი ლაპარაკი მიდის ეს ახალი არ არის არც ტრამპის ადმინისტრაციის არც პირველი და მეორე დროს არ დაწყებულა ცივი ომის დროსაც კი იგივე დებატები იყო მაგალითად თუ ნახავთ პრეზიდენტ რეიგანის უსაფრთხოების დირექტივას 84 წლის ნომერი 75 იქაც მაგალითად საუბარია ნატოს გადახალისება reinvigorate NATO ეს იმიტომ რომ შეიცვალა გარემოებები ცივი ომის დროსაც მაშინ აი ეს ბირთვული ომის საფრთხე დადგა და ნატოსაც მოუწია ამ როლის შეცვლა. ანუ ეს მუდმივად იყო დღის წესრიგში. ეხლა ეს საკითხი ესე აქტუალურად დადგა, იმიტომ რომ შუაგულ ევროპაში რუსეთმა დაიწყო ეს აგრესიული რევიზიონი. უფრო ადრეც უნდა რეაგირება მოეხდინა და გამოხიზლებული იყო ევროპა ამაზე, თუნდაც იგივე 2008 წელს საქართველოში შემოჭრის შემდეგ, მაგრამ ნუ გვაქვს ის რაც გვაქვს, ბევრი მაღვიძარა ზარმა დარეკა სანამ ევროპა გამოხიზლდა, მაგრამ დღეს უკვე არის ამაზე საუბარი. საუბარი არის იმაზე და მნიშვნელოვანი არის იგივე ახალ უსაფრთხოების კონცეფციაში ტირიბად გაყრით იყო ამაზე საუბარი, რომ ნატოს შიგნით გარკვეული ინტერესებიდან გამომდინარე სხვადასხვა საფრთხის აღქმის მქონე ქვეყნებმა შეიძლება სხვადასხვანაირად მოახდინონ რეაგირება. მაგალითად, აღმოსავლეთ ევროპელებს უფრო მწვავე და აქვთ რუსული საფრთხე აღქმული, ვიდრე თქვა დასავლეთ ევროპელებს. დღეს ეს გაგება უფრო გაერთიანებული არის და შესაბამისად ევროპამ უნდა იზრუნოს თავის უსაფრთხოებაზე, თავისი კუთრი წილი გაზარდოს, დააფინანსოს თავისი სამხედროები და შესაბამისად ეფექტურობა ამისა გაიზრდება. ეხლა კონკრეტულად ვინ რა როლს აიღებს და აქ ამ შემთხვევაში ხო სტრატეგიული ქოლგა, ბირთვული ქოლგა რა ფორმით იქნება და საფრანგეთის ინიციატივასაც თუ გავიხსენებთ, როდესაც მწვავე რეაქცია ქონდა რუსეთს ამაზე, რომ შეთავაზა ევროპას თავისი ბირთვული ქოლგა, ეს ცალკე ახალი განზომილება არის ამ დისკუსიაში, მაგრამ ეს არის მიმდინარე პროცესი. ეს განსაზღვრავს სწორედ იმას, რა უსაფრთხოების წესრიგი გვექნება მომავალში და რაც უფრო დროზე და სწრაფად მოახდენს ევროპა რეაგირებას, უკეთესი იქნება. კი ბატონო, და უკრაინა ნატოში. ეს არის პუტინისთვის წითელი ხაზი, ეს იყო მის მოთხოვნათა ერთ-ერთი მთავარი, შეიძლება შემადგენელი, რომ დასრულდეს საუბარი უკრაინის ნატოში გაწევრიანებაზე. აქ უნდა ვიკითხოთ შემდეგნაირად დავსვათ ალბათ ეს კითხვა, დღეს ევროპას რეალურად ცოცხალი ძალა გამობრძმედილი რუსეთთან ბრძოლაში ყავს უკრაინული ჯარის სახით. და ხშირად უთქვამ ჩვენთან ჩართვის დროს ამერიკელ გენერლებს, რომ თუ მსოფლიოში აქამდე იყო მოსაზრება, რომ რუსეთი მსოფლიოს მეორე არმიაა, დღეს უკრაინაშია მეორე არმია რუსეთიო. ამიტომ ეს ფაქტორი გასათვალისწინებელია ევროპის უსაფრთხოებაში. საუბარია ევროკავშირში უკრაინის მიღებაზე, ამაზე დისკუსია არ მიმდინარეობს და ასევე საუბარია ევროკავშირმა შესაძლო უფრო მეტად გააქტიუროს საკუთარი როლი უსაფრთხოების წვლილის შეტანაში ევროპაში. ამ განვითარებას როგორ ხედავთ? მოკლედ, უფრო კონკრეტულად რომ დავსვათ, კითხვა უკრაინასთვის დღეს ნატოში არ გაწევრიანება რას ცვლის?
ჩემის აზრით აქ ცოტა ესე სხვა მხარეს უნდა გავიხედოთ. რუსეთს წითელი ხაზები ესეთი არა აქვს. და თამაშობს ამ წითელი ხაზები. წითელი ხაზი იყო ვითომ შვედეთის და ფინეთის გაწევრიანება, ანუ ნატოს მიახლოება. არაფერი შეეგუენ ამას. რუსეთის წითელ ხაზებზე სტრატეგიის აგება არის შეცდომა. ეხლა მთავარი ამოცანა არის, რომ ამ ომში რუსეთი დამარცხდეს. და ეს არის ყველას ამოცანა. ეს არ არის მარტო უკრაინის ამოცანა. ფრონტის ხაზზე ამის შესრულება ყველაზე კარგად უკრაინას შეუძლია და დაამტკიცა ეს უკრაინა, მაგრამ პოლიტიკურად, ეკონომიკურად, სისტემურად უნდა დამარცხდეს რუსეთი და მერე შეიძლება ვისაუბროთ უკვე ორგანიზაციულ ფორმებზე. ნატოში გაწევრიანება იქნება ეს თუ ნატო პლუსი ფორმატი შეიქმნება თუ ევროკავშირი პლუს ნატოს უსაფრთხოების კოლგა. არ ძნელია ახლა ამაზე ვისაუბროთ. ჩემის აზრით დღევანდელი ნებისმიერ შემთხვევაში უკრაინა ამ უსაფრთხოების განუყოფელი ნაწილი იქნება. ზუსტად ესე არის. რა ფორმით არ უნდა იყოს ევროპული უსაფრთხოება აწყობილი და არქიტექტურა, უკრაინა იქნება შეუცვლელი. უკრაინაზე და შავ ზღვაში უკრაინის როლი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი იქნება იმისთვის, რომ ევროპა იყოს დაცული და რუსეთი როგორც დიდხნიანი სტრატეგიული პრობლემა, სანამ რუსეთი ამ ფორმით არ დაიშლება და არ დეკოლონიზდება, მუდმივად დარჩება პრობლემა. ამიტომ რუსეთის შეკავება, რუსული აგრესიის არ დაშვება, პრევენცია, ამისთვის უკრაინას ექნება გადამწყვეტი როლი და შესაბამისად ინვესტირება უნდა მოხდეს უკრაინაში, ეკონომიკურიც და პოლიტიკურიც. და ამ ინვესტირებას რა ფორმები ექნება, ეს ნატოში გაწევრიანება, ევროკავშირი თუ ამის ერთად კომბინირებული ფორმა, ეს არის შემდგომი ეტაპის საკითხი, მაგრამ ეხლა ამოცანა არის, რომ რუსეთი უნდა დამარცხდეს. თვითონ რუსეთისთვისაც კი, რუსი ხალხისთვისაც, ვისაც ნორმალური სახელმწიფო უნდა მომავალში, აუცილებელი არის, რომ ისინი ამ ომში დამარცხდნენ. აი როგორც ნაცისტური გერმანია დამარცხდა, გასამართა და შემდეგ უკვე გერმანული სახელმწიფო შედგა, აი ესე პოტენციურად მომავალში ეს არის ერთადერთი შანსი რუსეთისთვისაც, რომ ნორმალური სახელმწიფო ქონდეს და ამიტომაც თავარი სტრატეგიული ამოცანა არის დღეს რუსეთის დამარცხება ფრონტზეც, ეკონომიკაშიც და გლობალურ დიპლომატიაში. რუსეთს არ უნდა დარჩეს პარტნიორი არსად მსოფლიოში. ამ ფორმით როგორც ის დღეს არის. კი ბატონო, რუსეთი პარტნიორის გარეშე რჩება, სულ უფრო და უფრო ნაკლები შანსი რჩება პუტინს ვინმე მოატყუოს მის გეგმებთან დაკავშირებით ომის დასრულება არ დასრულებასთან კავშირში. მაგრამ მინდა ახლა საქართველოსაც ვიკითხო, საქართველოსაც ფაქტობრივად ცდილობს ივანიშვილის რეჟიმი, რომ პარტნიორების გარეშე დატოვოს პირისპირ რუსეთთან. ეს არის ყველაზე დიდი საფრთხე, რაც შეიძლება ამ ქვეყანას დაემუქროს. თქვენ ვაშინგტონში ბრძანდებით, 2 წერილი მოვიდა ვაშინგტონში, ერთი კობახიძის მიერ ტრამპის სახელზე გამოგზავნილი, მეორე კონგრესის სახელზე გამოგზავნა არალეგიტიმურმა პარლამენტმა. აი, მაინც მინდა რომ ამ დროს ასეთ რთულ ვითარებაში, როცა მსოფლიო ფაქტობრივად უმნიშვნელოვანი საკითხის გადაწყვეტისთვის უკრაინა რუსეთის ომის დასრულებისთვის არის განწყობილი და შავი ზღვის აქცენტს თუ გავითვალისწინებთ, საქართველოს თემა ისედაც აქ მიბმულია, ასეთ ვითარებაში ასეთი ქცევა ივანიშვილის რეჟიმისგან რა საფრთხეა ამ ქვეყნისთვის? ჩვენი ქვეყნის მთავარი საფრთხე დღეს არის დესუვერენიზაცია. ის რაც ხდება და მოხდა დღეს 26 ოქტომბრის არჩევნებზე, მოხდა კონსტიტუციური გადატრიალება სახელმწიფოსი, არაკანონიერმა ჯგუფმა ადამიანები ჩაიგდო ხელისუფლება და ცდილობენ ძალაუფლებაში ყოფნა გაიმყარონ ავტორიტარულ რეჟიმებთან, კაი ურთიერთობით რუსეთთან, ჩინეთთან და ირანთან. ის რომ კობახიძე ზის დარბაზში, სადაც ყვირია სიკვდილი ისრაელს და სიკვდილი ამერიკას, აი ეს ნამდვილად სერიოზული წითელი ხაზი არის ყველასთვის, მათ შორის ამერიკის ადმინისტრაციისთვის და ეს წერილები ალბათ უფრო რაღაცა კრემლის რომელიმე ოთახში დაწერილი რაღაც ეპისტოლარული ჟანრის და პროპაგანდისტული აკრობატიკის ნაწილი არის, ალბათ უფრო მეტად შიდა მოხმარებისთვის, ვიდრე რაიმე კონკრეტული ამოცანის მქონე. შესაბამისად, აი ამ კონტექსტში დღეს თავარი საფრთხე ჩვენი ქვეყნისთვის არის დესუვერენიზაცია, რომელიც ქართული ოცნების და ივანიშვილის პირობებში სამწუხაროდ, მაგრამ ეფექტურად განხორციელდა. შესაბამისად, ჩვენთვის ერთადერთი თავარი შანსი ახლა იმისთვის, რომ ქვეყანა ავაბრუნოს ნორმალურ გზაზე, არის ერთი დიდ კონტექსტში რუსეთი უნდა დამარცხდეს, იმიტომ რომ რუსეთი არის პირველ წყარო ქართული ოცნების პოლიტიკური, ეკონომიკური თუ სხვა სიძლიერის და მეორე, ბუნებრივია, ჩვენი პროტესტის შედეგად უნდა მივიღოთ ის, რომ ეს ადამიანები დასანქცირდნენ, მათ შეეზღუდოთ შესაძლებლობა იმისა, რომ იძალადონ საკუთარი ქვეყნის მოსახლეობაზე და მივიღოთ ბოლო-ბოლო მოცემულობა, როდესაც გარდაუვალი იქნება
ახალი ლეგიტიმური არჩევნები, რაც ქვეყანას დააბრუნებს ნორმალურ განვითარების გზაზე. ეს იქნება ის, რომ დავიბრუნებს სუვერენიტეტს. აი, ხშირად საუბრობენ ქართული ოცნება სუვერენიტეტზე. რეალურად მათ ბოლომდე სუვერენიტეტი ჩააბარეს რუსეთს და დღეს საქართველო გარკვეულწილად მათ ხელში დესუვერენიზებული რუსული დანამატია რეგიონში, ვიდრე სახელმწიფო, რომელსაც თავისი კონკრეტული სუვერენული ინტერესები აღარ წარმოადგენს ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს სადმე როგორ. დიდი მადლობა.